ბუდში უკაცრავად ბუდში. Რულინტი? არა, გმადლობთ. მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო, როგორც ხედავთ, თქვენ უყურებთ SCV-ს ახალ ინტერნეტ გადაცემას სახელად კამრიპი, რომელიც არის ცნობილი მეთოდი კინოთეატრებიდან ფილმის მოპარვის და ასევე ახალი გამოსული ფილმის ისე ნახვის, რომ ბიძინა ივანიშვილის, კერძოდ ბერა ივანიშვილის კავეას ფული არ მიათხრიშო. და ჩვენ მართლაც რომ კინოთეატრში ვიმყოფებით ამას. სალსახად ეს არის კინოთეატრი, ამით ჩვენ უარყოფთ კამრიპს, იმიტომ რომ ცუდია ეს, რა თქმა უნდა. კანონი არ უნდა დავარღვიოთ და ინტელექტუალური საკუთრება არის გადასარევი და კარგი. მე ვიმყოფები მათეგულო ამ წამს, ეს ადამიანი თქვენ შეიძლება იცნობდეთ ხამიდან, იყოს ექსპერტი მოწვეული ხამის მეოთხე ეპიზოდში, ახლა გახლავთ ჩემი თანაწამყვანი, სანამ ნერვებს არ მომიშლის, მანამდე თომა. გამარჯობა თომა. გამარჯობა მათე და ვეცდები რომ აქ ეხა მაგდენი არ ვილაპარაკო რამდენიც ხამში. დიახ. ბევრი შენიშვნა მივიღე ამაზე პირადად მე და ძალიან კარგი. Men go mad with watching them. There's no discharge in the war. თომა, დღეს რას უყურებთ? დღეს უყურებთ ძალიან დიდი ხნის შემდეგ გამოსულ ფილმს, რომელსაც ქვია 28 წლის შემდეგ, რომელიც არ გამოსულა 28 წლის შემდეგ პირველი ფილმიდან, რომელსაც ერქვა 28 დღის შემდეგ, სალსახად. და რომელსაც ჰქონდა გაგრძელება 28 კვირის შემდეგ, მაგრამ ისმის კითხვა სად არის 28 თვის შემდეგ? 28 თვის შემდეგ, 28 თვის შემდეგ. 28 თვეში რამდენი ბავშვი გაჩნდება? 28 თვეში გაჩნდება მინიმუმ 3 ბავშვი. 3 ბავშვს სჭირდება მე გაზრდა ხო ჭირდება? კი. თითოს დავუმატოთ 10 წელი და მე ბოლო არის წინასწარ გაჩენილი. გაჩენილი 28. ბოლო არის ბოლოს გაჩენილი. არა, მაგის ჯერ 10 არა. მაგის თქმა უნდათ, ესე იგი ამით. ალეკო გარლანდს, რომელსაც ძალიან უყვარს გაჩენები და მეთანხმები. დიახ. ამიტომაც ეხლა რავი რამდენი გაჩენის სცენა არის მის ფილმოგრაფიაში? ნუ აქ იყო ერთი ცალსახად და არის მინიშნება ჩასახვაზეც, გიგანტური მინიშნება ჩასახვაზე. 1-5 არის მინიმუმ მის შედევრ ფილმში სახელად კაცები, რომელიც არ უნდა აგვერიოს ცნობილ ინტერნეტ გადაცემაში კაცები. დიახ. ფილმი კაცები. გაჩენა კიდე სადაა აქ, რავი, ნუ კიდე ერთ ფილმში აქვს სახელად ანიგილაციაში, ოღონდ იქ უფრო რაღაც მეტაფორულ ჭრილში არის. ქართულად ანიხილაცია. დიახ. რუსულად ვარ და აქ იყო, ნუ ყველაზე მაგარი გაჩენის სცენა, რაც კი მის ფილმოგრაფიაში მე მახსენდება, არის 28 წლის შემდეგში. დიახ. მოდი ვისაუბროთ 28 წლის შემდეგზე. 28 წლის შემდეგ არის ფრანჩიზას ნაწილი, 28X-ის შემდეგის ფრანჩიზას, რომელიც მოიცავს როგორც ახსენე 28 დღის შემდეგ, 28 კვირის შემდეგ, 28 შემდეგ და 28 წლის შემდეგ. აბა შენ მითხარი ახლა როგორ მოგეწონა 28 წლის შემდეგი? მიუხედავად იმისა, რომ ეხლა გადის ცალსახად. კი, აი ეხლა იქით როც იმციმებს ის. მაიმე რა ხელაყლია. დაიჭრება ეს, ხო? არ დაიჭრება. კი, გისმენთ. ნუ 28 წლის შემდეგ ხა ჩვენი აზრები მოდი ბარემ ითქვას, რომ პირველ სერიაზე ცოტათი იყოფა, ანუ 28 დღეზე იყოფა. კი, მაგრამ მაგაზე მე ვილაპარაკო, შემთხვევით 28 წლის შემდეგ. 28 წლის შემდეგ მე ვიტყვი, რომ მე ძალიან მომეწონა ეს ფილმი, სანამდე ძალიან არ მომეწონა ეს ფილმი, იმიტომ რომ პირველი რაღაცა ნაწილი მიდიოდა საკაიფოდ ძალიან. ასე ვთქვათ, ამბავი რაც იყო თავიდან იყო ჩამთრევი საკმაოდ. და რა ვიცი, ახლა მე გულშემატკივრობდი ასე თუ ისე თავარ გმირებს. მე მინდოდა რომ მათ წარმატებისთვის მიეღწიათ მათ, მაგრამ ბოლო
უпростоროდ მოდი თქვას მეორე ნახევარში ხდებოდა აი ესე რამე აი შეგილია და რა ესე ჩამოთვალო რამდენი სცენა რამდენიმე სცენარი იმდენად ამოვარდნილი და არა მარტო ამოვარდნილი, ანუ იმდენად აფუჭებს თვითონ სამყაროს, რომელშიც ეს ფილმი ხდება, რომ ეს ცალსახად მიშლის ნერვებს იმ დონეზე, რომ აი ბოლომდე არ მომწონს რა ეს ფილმი. და მაგალითად პირველ სერიაში და რაც ახლა თავის დროზე 28 წლის წინ რო გამოვიდა ის ფილმი, იქ იყო სერიოზული ინოვაცია, რომ ზომბი დაავადება ვისაც არის ვინც არის ღვარძლის ვირუსი ფილმში ცნობილი როგორც დიახ არის ნაჩვენები როგორც არის რაღაცა ღვარძლის ცოფის და რისხვის რაღაცა ერთობლიობა რა ეს არის აბსოლუტურად ირაციონალური ინსტინქტებზე დაყრდნობილი და ინსტინქტებზე აღორძინებული ბრაზი ასავალ დასავალის კითხვებზე არის ეს ფილმი გადაღებული დიახ ზუსტად ასავალ გარეგნობითაც შეიძლება მიამწოს ხო და ჩაცმულობითაც ასე ხო და განსაკუთრებით ამ ფილმში კი ეგრეაც ვიაცვართ და ეგრე კითხულობ ხო და არა ამ ფილმში რა არის იცი რომ აქ ცდელობა იყო და მე პროსტა ვერ მივხვდი რას მიაღწია ამითი რეჟისორმა რა რომ აქ ცდელობა იყო რომ ეს ვირუსი განევრცოთ და ეთქვათ რომ აი ნახე ამ ვირუსს რაღაცა ნიუანსები აქ ეს რაღაც მთლიანად ცოფი კი არ არის აი რაღაცა ცოფიან ადამიანს შეუძლია რომ უყვარდეს ცოფიან ადამიანს შეუძლია რომ რაღაცა რეპროდუქციაზე იფიქროს არა შეიძლება უფრო ლორში არ ჯდება ეს ფილმი დიახ მაგას ვიძახ არა ლორში სალსახად არ ჯდება ეს ფილმი მარტო იმიტომ რომ არა მარტო მეორე ფილმის, არამედ პირველი ფილმის რეტკონირებასაც ახდენს. ხო, მაგას ვიძახ. მაგრამ ეხლა პირდაპირ ამ ფილმზე ველაპარაკოთ როგორც ცოცხალ ორგანიზმზე, ან და გაცოცხლებულ ორგანიზმზე, რამე თუ ლიტერალურად ეს ფრენჩაიზი განაა ცოცხლამან. მაგრამ ამავდროულად იმების კონტექსტში მე განვიხილოთ. მე გეტყვი ახლა რა. დავაება გამოვშვი. ეს ფილმი სხვათა შორის ქონდა გააჩნდა მას საინტერესო მარკეტინგ კამპანია. კარგი ტრეილერი ქონდა ვაღიაროთ. ბატონი კიპლინგი. ბატონი რედიარდ კიპლინგი. ვიზა იცახი. წითელი ეზოს იპლვა, რომლის ლექსიც არის გამოყენებული მასში, რა ქვია? დიახ, ისმენთ. მე გავა. მივთანით. ვარტო ცოტა და კინოთეატრში არ ხართ თქვენ ამყოფი რატომ შევა? მოდი ბიჭო აქ სტრობლაი. ჩუმად ბიჭო ჩვენება. გაყვირებს. დროზე დატოვეთ აქ. კარგით. ვეცი ბოდიში რა რომელ პოეტზე იძახდი თავიდან თქვი? წითელ ეზოს კიპლვა. რომლის ლექსიც პოემა, ლექსი არის გამოყენებული, რომელიც გამოირჩევა სხვათა შორის იმით, რომ აი ომი არის ლეცუდი. ეს ადამიანი ამით გამოირჩევა, მისი ისიც აქვს, ჩემი პატარა ბიჭუნა, კუტუნია ბიჭი თუ რაღაც წიგნი აქვს დაწერილი თავის შვილზე, რომელიც ემსხვერპლა იმას პირველ მსოფლიო ომს. გაიკვირდებათ, ხო? კი. და თან არის რომ აი ომში არ არის არანაირი, არის უბრალოდ ცუდი კი არ არის, რაღაც ნიუანსი არ არსებობს რა, არანაირი. ხო, არა, მესმის კი ბატონო, ანუ ეხლა ბატონ წითელ ეზო კიპლვას არ მინდა რომ თავს დავესხი ამით, ნამდვილად მოუკვდა შვილი და ეს ალბათ ტეხავს კიდევაც, მაგრამ ხო, ანუ ცუდია ომი, კი ბატონო. და შესაბამისად ვიცოდი რომ ეს ლექსი რამე თუ იყო გამოყენებული ტრეილერში, ფიქრობდი როგორ შეიძლება იყოს ფილმში ჩახსოვილი ის ფაქტი, რომ ომი არის ლეცუდი, იმიტომ რომ ზომბებზე არის ეს ფილმი. მაგრამ მე მივხვდი, რომ პირველ ფილმში ხო გახსოვს ეს არის, რა ქვია, ლიტერალურად ხო ჩარისკაცები და ხო ზომბები და ესებაში და დასაწყისშიც იყო ესეთი სცენა, სადაც მამა და შვილი გადიან საშოვარზე. უბრალოდ შვილმა კაცობა უნდა დაამტკიცოს, მოდი ასე ვთქვათ. და კაცობის დამტკიცების გზა არის, რომ ამ კომუნადან, რომელიც არის თეთრი კომუნა, სხვათა შორის, მინდხას გასაგებია 100% თეთრი კომუნა, გადიან, მაშინ რა ქვია, გადადიან ჩანელზე, ამაზე რა ქვია, წყალზე გადადიან მოკლედ და გადადიან მეინლენდზე. ეს მეტაფორა არის. ეს ცალსახად არის ბრიტანეთის კუნძულიდან გადასვლა ამაში რა ქვია, ევროპული პირველი მსოფლიო ომის დროს, მაგრამ რის თქმა უნდა ხო, ბრძანებსა. მნიშვნელოვანი უნდა თქვა ახლა. ანუ ეს თვითონ ეგეთი იდეა არის. რა თქმა უნდა, ეს ომი არის ცუდი 21 საუკუნეში. გავიგე რომ ომი ცუდია. მაგრამ მით უმეტეს მე ბომბავდნენ 2008 წლის ომში. ამიტომ ვიცი რომ ომი ცუდი არ მინდა მაგის დამტკიცება, მაგრამ
ტექნიკური თვალსაზრისით კარგად არის გაკეთებული. კი. ძალიან მაგრად არის გადაღებული. კარგი მონტაჟი არის, კარგი ედი და TikTok-ისთვის გამოდგება. ხო, რაღაც პატარა რაღაც კლიპივით არის, აი პირველი რაღაც უკვე სამოგზაუროდ რომ მიდიან. ეხლა ჩემ გემოვნებაში თლად არ ჯდება ის რომ ანუ ეს კონცეფცია და ამბავი ხო ისედაც მაგაზია რომ ეს ომია და რაღაც ომში მიდიან და რაღაც ხო და იქ არის პატარა კლიპივით რა, როდესაც უკვე ეს მამაშვილი გადის რომ ეს წითელ ეზოიანი კიპლვის ლექსი ადევს ამას ფონად და თან არის რაღაცა პარალელური მონტაჟი რისი რა რომ ეს ტიპები ისრებს ესვრიან ზომბებს და არის სტოკ ფუტეჯი ძველი ომის კადრების როგორ ესვრიან ჯარისკაცები ერთმანეთს ანუ მიხვდი ხო აი ხაზი გავუსვი ხო გაიგე არა რომ ყველას ანუ აი ეგ არ მიყვარს ხო ჩანაფიქრი არის ძალიან ესეთი რა ქვია ანუ მართლა პირველი კლასის დონის და პირველი კლასის დონის რატო არის კიდე იცი რომ მაგის გარდა რეალურად ეხა ვეცდებით რომ ეხა თლა სპოილერებში არ გადავიდეთ იმიტომ რომ ეს ფილმი გადის ჯერ და მე ბოლომდე თქვა რა შეიყურება კი იყურება თან ეხა გარდა იმისა რომ სანამდე იმას ვიტყვი რა ის თქვაც მინდოდა პირველი ფილმი არის გადაღებული ბანძი ვიდეოკამერით და ვისაც ნანახი გაქვთ ეხა შენ ის თუ იცოდი პირველი ფილმი დილას რო არის გადაღებული სრობილი ლონდონის სცენა არის დილას გადაღებული და მე ეჭვი მაქვს რომ ტყეში რო დადიან ეგეც დილას არის გადაღებული iPhone-ით იმიტომ რომ პირველი თუ არის ბანძი ვიდეოკამერით გადაღებული მესამე არის iPhone-ით გადაღებული და მეორე რომელიც შენგან განსხვავებით მე ყველაზე ნაკლებად მომწონს ამ სამ ფილმში არის ამოვარდნილი ამ ტრადიციიდან იმიტომ რომ არის ჩვეულებრივად გადაღებული მაგაზე მე ვილაპარაკოთ ამ ფილმზე ვილაპარაკოთ ამ ფილმზე როცა ვლაპარაკობთ ეხლა იქ ერთი პერსონაჟი არის რომელიც ხო და ბოდიში დიახ მე უფრო მნიშვნელოვანი მაქვს ეხლა სათქმელი როგორც ყოველთვის ნახე თავიდან ეს ფილმი იწყება თუნდაც ეს მიდის და გეგონება რომ არის ეს მამა-შვილის ისტორია პლუს ომის მეც რა ქვია კარაქით წასული მაგრამ მე აღმოჩნდება რომ დედაშვილის ისტორია კი და მამა არის ტოქსიკური მასკულინი რომელსაც უყვარს ფუჩულიკების ლოკვა რომელიც არის ეხლა ცალსახად მესიჯი საზოგადოებისკენ გავრცელებული და მე უკვე დედაზე გადადის რომელიც ნუ ის არის რა ქვია დედაშვილობაზე არის და ხო აი ეს რაღაცა თავიდან გონია რომ მთელი ფილმი ეს იქნება რა ეს მამაშვილის ეს მაგრამ მე მაგას არ გულისხმობდი როცა ვიძახდი რომ ეს ფილმი როცა დაგეთანხმე უბრალოდ როცა ეს ფილმი რომ ეს ფილმი არის რაღაცა პირველ კურსელის დაწერილი იმიტომ რომ ერთ-ერთი პერსონაჟი რომელიც ცოტა მერე ჩდება აბავს ეგეთ რაღაცას იცი რას ნიშნავს მემენტო მორი და მეთქი ბლად რომელი წელი 2005 წელია რაღაც ტამბლერი ახალი გამოსულია ინტერნეტში შეიფყარი დღე იცხოვრე მომენტით და რაღაცა რომ აი ძალიან 2000-იანებში მოძველებული ჰიპსტერული ფრაზა იყო ყველანაირად არაირონიულად ნაჩვენები და უსვამს თუ არა ეს იმას ხაზ რასაც მე გეუბნებოდი რა მე რამდენი ხანია ის რომ ალიკა გარლანდი არის ეს რა ქვია შარლატანი არა შენ სხვა სიტყვას ამბობდი შენ ამბობდი გოიმი ხო ის სხვანაირი გოიმი მე ვამბობ შაბათის გოიმი არის მეთქი ეგ სხვა თემაა კი არა მაგ თვალსაზრისით კი გოიმია იმიტომ რომ კაცები რო აქვს გადაღებული ადამიანს ეხლა ის ვერ იქნება არა შარლატანი მაგრამ ნუ ამ ფილმს რაც შეეხება თვითონ აი როგორი რაღაცა იცი რომ მთელი ფილმი იყო რომ აი ეგეთი ფილმი არის მზის ნათება იგივე ცნობილი როგორც Sunshine რომელიც ასევე ამ ორმა ადამიანმა გადაიღო ერთად რეჟისორი და სცენარისტი იგივე დანი ბოყლე და ალიკა გარლანდი გარმიწაშვილი ალესანდრო გარმიწაშვილი ეგ ორმა ადამიანმა იმან დაწერა ამან გადაიღო და იქაც ამ ალექს გარლანდს ქონდა ძალიან ბევრი აი ეგეთი ვითომ ეჯი პირველ კურსელი ტიპის იდეა რომ აუ მოდი ეხლა გადავიღოთ ათეიზმზე ფილმი რომ აი რწმენა არის ცუდი და დენი ბოილი მოვიდა და შემიჯო გიჟი ხო არ ხარო მოდი გადავიღოთ sci-fi ფილმიო, სადაც რაღაცა პირიქითო რა, ანუ შეუცნობადზე არისო და შეუცნობადის შიშზე არისო რა და დენი ბოილი აშკარად არის კაი ფილტრი რა ამ ტიპისთვის, მაგრამ ნუ ეტყობა დაბერდა და რაღაცები ვეღარ გაფილტრა უკვე მესამე სერიაში. კი, დანი ბოყლე ცალსახად ბევრად უფრო კომპეტენტურია თავის საქმეში, ვიდრე ალექს გარლანდი არის კომპეტენტური თავის საქმეში. ამას აჩვენებს ის, რომ დანი ბოყლე როდესაც, ალიკა გარლანდი როდესაც ეცადა რომ გადასულიყო დანი ბოყლეს საქმეში, ჩაიჯვა ანიხილაციით, ცივილვარით,
ექსმახინათი და ემით კაცებით რა თქმა უნდა. კაცებით. მე მაგალითად იტყვირო ეგენი კაი ფილმებიო და მე გეტყვირო შენ არასწორად. მე სანდრო გარმიწაშვილი ასევე ცნობილი როგორც ალექს გარლანდი უფრო მომწონს ვიდრე შენ, მაგრამ უფრო მომწონს სუფთა აი ესთეტიკის და რაღაცა ვიზუალის თვალსაზრისით ვიდრე აი ნუ თავისი კონცეფციით და თავის გამომგონებლობით და რაღაც. მაგრამ ნუ ექსმახინა და ანიჰილაცია ასე თუ ისე მომწონს მაინც. მაგრამ ფილმში დრედი არის ძალიან მაგარი ფილმი. კი, დრედი რომელიც გადაღებული არ არის ალექს გარლანდის მიერ, არის მხოლოდ დაწერილი. მაყურებელო ეს არის ტყუილი. დრედი გადაიღო. შეგიძლიათ შეხვიდეთ IMDb-ზე და ნახოთ რომ დრედი არ გადაღებულია ალექს გარლანდს. შემდეგი თემა. ამაში გავიმარჯვე უკვე. ამ ფილმში არის ძალიან ბევრი ტონალური ისა რა ქვია, ცვლილება. კი. ძალიან ბევრი, რომელიც ჩანაფიქრშიც ასევეა. კი. თუმცა ასეთ თავეჭილებას ტოვებს, რომ ამ ფილმს ამ ტონალური ცვლილებების ეშინია თვითონ. სრულად არ იმბრასირებს მას. რას გულისხმობ? ანუ აი ცოტათი შემოაპარა, რაღაცა ოდნავ თქვა და მე წავიდა და გააგრძელა ისო თავისი პიცა. არა, ახლა აი ესე არის. ხო, ანუ 2 წამით შემოვიდა და გააგრძელა თავისი. 2 წამით არა. ანუ 2 წუთი მიდის. პლატო ჩამოვარდა, მიდის ასე. და არა ეგ როგორი რაღაცა იცი? ეგ რო იყოს შუა ფილმში, ან რაღაცა ერთი სცენა, ან რაღაცა მომენტი, ოკეი, მაგრამ ფილმის ბოლოს სცენა რო არის ეგ? მაგაზე მე უფრო კარგი მაგალითი არის ფილმის ბოლოს სცენას თავი გავანებოთ. კარგი მაგალითი არის ბატონი შვედი ერიკის ის მომენტი. ხო, რეალურად პერსონაჟი ჩნდება, მოდი ბარემ ვთქვათ. კი. ავხადოთ ფარდა მთელ იდუმალებას ერიკის შესახებ. უყურეთ მოკლედ ფილმს. მე ვამბობ, რომ საყურებადი არის ეს ფილმი. კი, არა, ყველაფერში. დავაი, სპოილერები, გაიხსნა სპოილერები. წავიდა. სექცია. დავაი. ვიდი აბა, ხო. სპოილერების სექცია წავიდა და ესე იგი ჩნდება მოკლედ ფილმში ეგეთი ტიპის ახალ ერიკა, რომელიც არის არა სომეხი, არამედ შვედი. და ამ დროს არის კაცი. არის კაცი. კი. არის კაცი და არის ჯარისკაცი თან, კაცთან ერთად და რეალურად ემსახურება მის პერსონაჟი მხოლოდ 2 მაქსიმუმ რაღაცას. მაქსიმუმ 2 რაღაცას. ერთი, რომ პერსონაჟი, ანუ მთავარი გმირი A-წერტილი და B-წერტილამდე უსაფრთხოდ მიიყვანოს, რადგან მას აქვს არ იყო საჭირო სიუჟეტის. კი, თან ხო, ანუ ისეთ დროს შეხვდა ამათ, რომ რეალურად გადაარჩინა სიკვდილს ჩვენი მთავარი გმირი და დედამისი. და მან რო გამხრალიყო ან იქვე რო მომკვდარი იყო პირობითად არაფერი არ დაიკარგებოდა როგორც ასეთი რა. კი ბატონო. ანუ აი A-წერტილიდან B-წერტილამდე გადაყვანაში შეიძლება ითქვას რომ საჭირო იყო რაღაც დონეზე. მე გეტყვი რომ არ იყო საჭირო, იმიტომ რომ დედამისის ეს შიზოფრენია რაც ჭირს თავარი პერსონაჟის დედას არის აი როცა ჭირდება სიუჟეტს მაშინ და არა რაღაცა რითმისა და ბალანსის მიხედვით. არა ხო, მაგრამ შიზოფრენიის ანუ მაგ მომენტ შიზოფრენია რა ის მენტალური დისფექსია და რაღაცა. ოკეი, ხო, კი, ეგ. აი ესე უბრალოდ აი მომენტში ჭირს და ამიტომ რა ვქნათ ახლა ეს ხო ვერ გაათრევს ეს ბავშვი ეს გვაძლევს ძალიან კარგი მიზეზს რომ შემოვიყვანოთ ეს ერიკა რომელიც არის კომიკური რელიეფი ანუ იგივე არის კომიკური რელიეფი ეხლა მეორე მიზეზი რაც ეგებსახურება არის ის რომ მოახდინოს ჯუქსტაპოზიცია სამყაროსა და იზოლირებულ ინგლისს შორის. აი, მე თქვა ხო, იმიტომ რომ ამის გარეთ, ამ ბრიტანეთის გარეთ მიდის ცხოვრება და იქ ასე თუ ისე ყველაფერი რიგზე არის, რაც არის დარეთკონება მეორე სერიის. მაგრამ მე ბოლომდე არ ვეთანხმები რომ დარეთკონება, არა, იმიტომ რომ მეორე სერიაში ბოლო სცენაში ვნახულობთ რომ პარიზამდეც მიაღწია კოვიდმა. რისხვამ ხო და მე რეალურად არსად არ არის ნაჩვენები რომ იქ არ დაამარცხეს ვირუსი და არ გააგრძელეს ცხოვრება. არა, ეგ არის ფილმის დასაწყისში არის ნაჩვენები რომ კონტინენტური ევროპიდან ზიზღის ვირუსი გააგდენ. ხო, მაგას ვიძახე, იყო იქ და გააგდეს. გააგდენ, მაგრამ მეორე სერიის რედკონი მაინც არის, იმიტომ რომ მეორე სერია თქვეს რომ კარგვინდა. მეორე სერიიდან არის ის, რა ქვია, მარტო კადრები იმაში. აი TikTok ედიტი რო არის შუა ფილმში. ხო, იქიდან ეს სნაიპერების რომელსაც მე გეუბნებოდი რომ კარგი სცენარი მაქვს, მე თქვით არის შინ მარტო სირბილის სცენა მაქვს დასაწყისში. მეორე სერიაზე აგე დანი ბოყლემას აღიარა რომ ის კარგი სცენა არის. ბიჭო, არა, კი, პროსტა მეორე სხვა მინუსი აქვს. რა, დაჟე ეს ფილმიც რომელიც არის პირველ კურსელი ტიპის დაწერილი და აი მოდი რაღაცა განსხვავებული ვთქვა. ბევრი ვთქვა. ხო, ბევრი ვთქვა. პირველი სერიაც ეგ არის იდეაში რა. პროსტა პირველი სერია ჩემი აზრით უკეთ არის რაღაცები გაკეთებული ვიდრე. მაგრამ ბიჭო, მეორე არაფერზე არ არის, ხვდები? ბიჭო, მაცამდე მივიდეთ, მაცამდე მივიდეთ, მაგრამ ნახე, მან შენ დამარცხდები და დასრულდები და მე აქ იჯდება რატი ალბათ შემდეგ სერიაში, იმიტომ რომ შენ განადგურდები, მაგრამ ნახოთ ახლა. უყურე ამ ფილმში ეს გარდა იმისა, რომ
ეს ერიკის პერსონაჟი მაგროლს ასრულებს, რომ იყოს კომიკური რელიეფი და იყოს ბარელიეფი და იყოს ადამ ბემდე მიყვანის გზა, რომელიც არ იყოს საჭირო. არის ასევე საზოგადოებაზე თქმის გზა. იმ სცენაზე იძახე, ტელეფონის სცენაზე იძახე. კი, ტელეფონის სცენაზე, სადაც აჩვენებს თავის შეყვარებულს და თავის ბოგდანოვ შეყვარებულს, ბოგირებულ შეყვარებულს. რომელსაც სახე აქვს რაღაცა გიგანტური ის, უეჭველი ალექს გარლანდი დაშორდა ვიღაცა შეყვარებულს. და გაბრაზებული იყო. და მოდი ამ ჩაუწერ სცენაზე, სადაც პირდაპირ მაგ გოგოს ფოტოს გამოვიყენებ, ხა მაგაზე ხო არ მიჩივლებსო და კი ბატონო. ასევე ხალხს უსვამს პერსონაჟი იმას, რომ აი თქვენ არც კურიერი არ გყავთ, თუ არ დელივერი დრაივერი არ გყავთ, არაფერი არ გყავთ. შოვინიზმს იმას, რა ქვია, ევროპის მაგას იცახე? არა, კაცო. ეს არ არის. რომ ამათ აქვს დარხეული ეგ რო გამოსწრეს. არა, ეს არ არის. ჩანაფიქრი, ამას თუ დაედება. ოკეი. ეს არ არის ჩანაფიქრი. ეგ არის პროსტა ის, რომ რა ქვია, აი კაპიტალიზმი. ნუ იდეაში მაშინ გამოდის. და სასტიკი სიკვდილით კვდება ის ტიპი 2 წამის მერე. ეგ რატო? იმიტომ რომ ნახე ხა მივავილაპარაკოთ მაგაზეც. კი ბატონო. ძალიან შეგიყვარდება ეს პერსონაჟი შენ. მოგეწონება, კაი ტიპი არის. მით უმეტეს გადაარჩინეს ცოცხლის, ეს არის რა ქვია, იარაღი აქვს, კარგად შეიარაღებულია. და თან ბოდიში ხარიზმატულია. პირველი ესეთი ახლოს ასაკით არის თავარ გმირთან, რომელთანაც ჩაძმაკაცდება და საერთო ენას გამონახავს. რელატაბლე არის. დიახ. მაგას აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ იქამდე ან ბებრებში დადიოდა, ან ქალებში მარტო ან თავისიანი არ ყავდა და გაიჩნდა ძლივს თავისიანი, რომელიც 2 წამში მოკვდა. დიახ. ახლა უყურე. ეს მოგვეწონა ეს პერსონაჟი, მაგრამ თავისი როლი შეასრულა. საზოგადოებაზე ბევრი თქვა, რომელშიაც ჩვენ ცხოვრობთ. ამაზე კომენტარი გაკეთდა, ადან ბემდე მიიყვანა და გვაცინა. ეხლა აღარ გჭირდება ეს პერსონაჟი. ამიტომ უნდა შეგძულდეს იგი. და აი აქ ამარცხებს ალიკა გარლანდი დანი ბოყლეს. ან ის დიდი მეგობრობის გამო იმან დაუთმო, როგორც მუტლის წოვის სცენა დაუთმო. ეგ, მაგრამ ეგ თვალს დახუჭა, იმიტომ რომ ლიტერალურად 3 წამით შეიძლება იყოს მეტი არა ეგა, შეგნით ფილმში და მეორე არის ეს სცენა, რომელიც ვილაპარაკებ. ჭარა ის მუტლის წოვის სცენა იყო 20 წუთი ვერს და მე შეამოყო. გადაღებული კი? კი, გადაღებული იყო. კი, ვითარცა მსახიობის ხალხით, ლურჯი გახლავთ უთბილესი ფერი. მაგრამ ნახე, სანამ ვილაპარაკებ თუ რატომ არის ეს სცენა ალექს გარლანდის გამოუნტრევა იმაში რა ქვია ფილმზე ეკრანზე მანამდე უნდა ვილაპარაკოთ რას აკეთებს ალექს გარლანდი ზოგადად და მან უნდა ვთქვათ აი შეგვიძლია ვილაპარაკოთ პირველზეც აჰა ოკეი ალექს გარლანდი არის ადამიანი რომელსაც ძალიან უნდა დაგვანახოს ჩვენ მაყურებელს და ალბათ ვიღაც ქალბატონებს რომ ის არის ქალბატონების მოტრფიალე და მას ძალიან უყვარს ქალების უფლებები და ძალიან აფასებს ქალებს. შესაბამისად, კაცები არის ეგეთი ფილმი, რომელიც შეგეძლიათ უყუროთ, რომ შესაბამისად აქვს ფილმი კაცები, რომელიც არის აი საკუთარი თავის პაროდია არის. ალექს გარლანდი საკუთარი თავის პაროდიას აკეთებს. მეორე არის ის, რა ქვია, ანიხილაცია, სადაც მხოლოდ ქალები თამაშობენ და girl power-ზე არის. მერე არის. ოღონდ ამას შეფარვითად აკეთებს. ეხლა ჩვენ ჩასაფრებული მენში არ აკეთებს. მენში არ აკეთებს, მაგრამ ეხლა ჩვენ ჩასაფრებულები ვართ და ამას ვამჩნევთ რა, მაგრამ ამის რაღაცა მე ვამჩნევ და ეს ვერ ამჩნევს მაგას. და პირველზე რო ვილაპარაკებთ, გამოჩნდება ეგ რომ ეს ვერ ამჩნევს. შემდეგ X მაქინა არის ასეთი, რომელიც ნუ ქალი ავარცხებს კაცს. ქალი ავარცხებს, X მაქინა არის იმაზე რა ქვია. კაცები როგორ სექსუალიზებენ ქალებს და ამას როგორ ეწირებიან და ამას როგორ და ქალი გამოდის კუხნიდან. კი, და ამას ეწირება დებილი კაცი, როგორც უნდა ეწირებოდეს. კი, რამე თუ ეს არის მისი მოვალეობა, დიახ. მანამდე Sunshine-ში ეს არ არის, იმიტომ რომ დენი ბოყლე მეტყობა ჩააჩვევინა. დენი ბოყლემ ყველაზე მეტად ჩააჩვევინა Sunshine-ში. და მან ყველაზე ნაკლები არის. ალექს გარლანდი მანდ არის პროსტა აწერტილიდან ბერცერტოლზე როგორ მივიდეთ. და დარჩენი არის დენი ბოილი. კი ბატონო. ხო. და თავარი არის 28 დღის შემდეგში, რომელიც ფილმი, აი როგორც შენ თქვი რომ ეს კარგად იწყება და მე სულად გრძელდება, ასევე არის 28 დღის შემდეგ. კარგად იწყება, კარგად მიდის შუა წერტილამდე, ადან ბემდე და ბედან ცემდე არის ალექს გარლანდის ეს რა ქვია, ძრევის საათები. კერძოდ 54 წუთი. ბარეღამ ვთქვათ, რომელ სცენას უგულისხმობთ, ესე იგი, როცა უკვე კლიმაქსურ ბაში რა ქვია, მონაკვეთში ფილმისა თავარი გმირები აღმოჩნდებიან ჯარისკაცების ტყვეობაში. ტყვეობაში არა, ხსნელად. ხო, თავიდან გონიათ რომ ჯარისკაცები გუშველიანო და აღმოჩნდება რომ ამ ჯარისკაცებს აქვთ არხეული არიან რაღაც სუიციდის პირას და ერთადერთი
რაც ამ სუიციდისგან ამ ხალხს უშველის არის მუტელი. ნაული. ხო, და რეალურად ამ რაღაცა 100 მეთაურმა ეს ყველაფერი დაგეგმა. კი, თავის ჯარისკაცებს დაპირდა რომ ოღონდ თავი არ მოიკლათ და მე მუტელს გიშოვითო. და ეს ხდება როდის? 28 დღის შემდეგ. კი, აპოკალიფსიდან 28 დღის შემდეგ. ანუ ბატონი ალიკო გარლანდი ამით მაგიტო ქვია 28 დღის შემდეგ, რომ აი კაცობრიობა გამოყლევდა სულ რაღაც 28 დღის შემდეგ. ხო, არა, მაგიტო არ ქვია. ეგ იმიტომ ქვია, რომ 28 დღე პროსტა საინტერესო რიცხვი არის, მაგრამ იმიტომ ეხა აზრობრივად ეგრე გამოდის უკვე ხო, შენ თუ ასკუნი კი, მაგრამ ეგ არისო ჩანაფიქრი, კაცო. ჩანაფიქრი სისულელეა. 28 დღეში ისე გაგიჟდა გააწურთნილი ჯარი, ბრიტანეთის ჯარი, რომ მუტელი თუ არა აქვს 28 დღეში განახი თავს იკლავს. დაჟე 20-ში, იმიტომ რომ ის ამბობს რომ 8 დღის წინ იმასაკრა. და ერთ კვირაში ეს იმას ხეს. ხო ბიჭო, არ ვიცი რა, მე ვიტყვი ახლა მე დავიცავ. ანუ გადაშე დავავატებ კონტექსტს რა. ჩვენ თავი პერსონაჟების 28 დღის შემდეგში ჩვენი თავი პერსონაჟები ის არ გაქვთ ნახე, არის ერთი ხმაწვილი, ეს რა კილიან მურფი, ოპენჰაიმერი იგივე. ბატონი ოპენჰაიმერი ან წვეტიანი კეპრა. ასევე არის შავკანიანი გოგონა. ხო, ერთი ნეგრესა და მეორე 12 წლის ბავშვი, რომელმაც ცალსახად შეეძლო უკეთესი 12 წლის ბავშვი, ხო, იმიტომ რომ კი, всё, წერტილი. სულად თამაშობს მან. არა, წერტილი, უკეთესი 12 წლის ბავშვი შეეძლო, წერტილი. ხო, ნუ მოკლედ ეს ჯარისკაცები, რომლებიც სერიოზული პროფესიონალები არიან, და გადაიქცევიან მაიმონებად, იმიტომ რომ დაინახეს 12 წლის ბავშვი და ნეგრესა. ხო. არა, მე ხარ ავხსნი რატომ გონია უკეთესი ფილმი ვიდრე შენ, იმიტომ რომ თვითონ სიტუაცია როგორც არის წარმოჩენილი, შეიძლება ხე კონცეფციაში ცოტა დებილობა არის, მაგრამ იმდენად თამაშობენ კარგად და იმდენად ოსტატურად არის ეს გადაღებული, რომ ამ რაღაცა გარემოებას იმწამს იჯერებ რო უყურებ რა. რატი ოსტატურად არის გადაღებული ეს 28 დღის შემდეგ? არა. ხო. მე ჩემსას მივაწვევ. მე კამერა წააქციე რა, რომ ეს ცოტა ეს იყოს რა, ოსტატურად გადაღებული ვიდეო იყოს. მე მოვკვდები ამ ფერდობზე რა, ვიტყვი რომ 28 დღის შემდეგ არის კაი გადაღებული, მაგრამ დაუბრუნდეთ 28 წლის შემდეგს. 28 დღის შემდეგ კარგად არის გადაღებული, გეთანხმები, თუმცა ზედმეტი დუჩანგლი არის შიგნით და ასევე მთელი ფილმი მეორე ნახევარი ხდება იმაზე, რომ კაცებს უნდათ მუტელი და თუ არ ექნება გიჟდებიან. აი, ხა იძახი თემატურად, ანუ იმიტომ ამბობ ხა ამას, რატო ამბობ 28 წლის შემდეგს რომ დაუბრუნდეთ. უკვე გვაქვს ჩვენ ძალიან დიდი ტრენდი, რომელიც დაგვირგვინდა მენით 3 წლის წინ მე მგონი. კაცები არიან ცუდები? რომ ალექს გარლანდს უნდა რომ გითხრას, რომ კაცები არიან ცუდები, ალბათ იმის მიზეზით, რომ ვიღაცა ნამცეც ფუჩურს გადაუგდებს. კი, ეგ ჩანს, ანუ ის არის, რა ქვია, სიმპი არის რა. კი ბატონო. ქალების. კი ბატონო. მან უშუალოდებსაც მაგიტო იღებს. ჰოლანდიურს ბიჭო. ოკეი, მაგარი. ვინ არის კაცო ეს? შუბას ბიჭო ფილმს უყურებ. ხო და რეალურად 28 წლის შემდეგ. ხო და ისა რატო ყვებით ამას კაცო დამთავრდა. დიდი წრე გამოგვივიდა, მაგრამ უკვე ლაუაზიის კანონია. ეს რატო დავიწყეთ? ლაპარაკობთ მუტლის სოლიდარობის სცენაზე. ხო, მაგას დაუბრუნე, კი. სადაც რეალურად ახლა მე ვიტყვი, რომ მე რეალურად მაქვს იმუნიტეტი გულისამრევ რაღაცებზე რა, რეალურად ანუ ძალიან რთული არის, რომ მე მარწყევინო ფილმზე რა და თქვა რომ ფუ ეს რა არის, შემილია ატანა თუ ეს რაღაცას ემსახურება რა და მაგრამ ამ შემთხვევაში ახლა ბარემ პირდაპირ თქვათ რა ხდება რა, რომ ეს რაღაც დედაშვილი და ერიკა, ბატონი ერიკა მიდიან და უცებ გაიგონებენ, რომ ისმის ღმუილი იქიდან, რა ქვია, რა ქვია, რაცო, ვაგონიდან მატარებელი არის გაჩერებული, რომელიც არ მიქრის სამწუხაროდ ამ შემთხვევაში, ნეტა გავქრალიყო 28 წლის წინ. ხო, რო გავქრალიყო ის ცედა აღარ იქნებოდა, ნეტა გავქრალიყო, მაგრამ სხვა რამას ვიძახი, რომ რო ავიდა მანდ, ხედავს რას? რომ ორსული ზომბი, რომელიც იქამდე თან არის შემზადებული რაღაცა ერთ-ერთ ეგრეთ წოდებულ მასოვკაში დადის ეს მუცლიანი ზომბი და იქამდე გონია რომ პროსტა შოკის ეფექტია, ვაიმე ნახე, იქ მკვდარი ბავშვი უზისო. აქ თურმე არ უზის მკვდარი ბავშვი და ეს ზომბი მშობიარობს რა და ეხლა პირველ ფილმში ხო გავიგეთ რომ ეს არის რისხვა ხო და რეალურად ადამიანს რისხვის ვირუსი და ადამიანს რო უახლოვდება ეს ინფიცირებული იმას всё ტვინი ეკეტება რა აღარ აქვს სტოპი და უნდა შეჭამოს და მოკლას და თავი გაუჩეჩქოს და აქ რა ხდება ერთი ქალი მიდის მეორე ქალთან მერე რა რო ის არის დაინფიცირებული აი ეს ხელებს გაუწდის და ისიც გაუწდის ხელს და ესე ბავშვი აჩენ ვაიმე ჩვენ თვალწინ ზომბი გაჩენს ჯავრთელ ბავშვს და
და თან ამას ადევს რაღაცა ისეთი საყვარელი ხო აი რაღაცა თბილი მელოდია რომ ჩვენ გაგვიხარდეს და უცებ გამოდის ბატონი ერიკა რომელიც არის ტოქსიკური მასკულინი რადგან იგი კაცი და იძახეს რომ არა ჩვენ ეს ბავშვი უნდა მოვკლათ და რეალურად ბიჭო რაციონალური ადამიანი მაგას იტყოდა იმიტომ რომ ის ბავშვი არის ზომბი წესით რანაირად მარტო იმიტომ არ არის რომ ფილმს არ აწყობს ეს ხო იმიტომ რომ ანუ როგორ შეიძლება ერთმა ზომბიმ მოტყნას მეორე ზომბი. აჰა. და ამათ შვილი რაღაცნაირად ხო, ანუ ბიჭო, არანაირი განა იმიტომ რომ ჩავაცივდი და განა იმიტომ რომ რაღაცა ანუ კიდევ ვიძახი ეგეთ რაღაცებზე მართლა მაქვს იმუნიტეტი და ნებისმიერ რაღაცა შემიძლია რომ გავატარო რა თუ ფილმი მომწონს რა ბიჭო იმდენად არაფერში არ წერია მით უმეტეს მთელი ბუღამი ამ რაღაც ლორის არის ეგ ცოფი ხო რომ всё გაცოფდი დამთავრდა რა და აქ აი რა მოიგეს ამით გააპატიოსნეს ზომბი თუ არა მე მაგ თეორია ეხლა მაგ სიმართლე რომ გითხრათ სიმართლე აწუხი გარდაცვლილი მამუკა ხაზარაძის სიტყვებს და პოზიციას გამოვიყენებ ნახე რა ხდება ჯესე შენ მან მეორე მხარე გამოგჭ. ეგ აჩვენებს მუტლის სოლიდარობას. ხო, ნუ მე ვთქვი ჩემ რაზე ამერია გული იწამს პროსტა. ხო, ეგ ანუ მე მართლა მაქვს იმუნიტეტი ყველაფერზე, მართლა მაქვს პედალენ ბევრი რაღაცა ნანახი. მაგაზე გული არ ამერია, იმიტომ რომ რაღაც საზღვრება დავინახე. გული ამერია, იმიტომ რომ არის მარაზმი. მაგიტო ვიძახე, მეც მაგიტო ამერია გული, იმიტომ რომ არაფერში არ წერია ეს, აი არაფერს არ ემსახურება ეს, გარდა იმისა, რომ აი იკონური ამომუტulis სცენა არსებობს. კარგი, ახლა ნახე. ამ რა ვერამდე ჯერა მუტელს ამ ვიდეოში არ ვიცი, რა. ნუ ახლა მაგაზეა ფილმი და რა ვქნა. ყურე ახლა რა ხდება? მოემზადოთ ამ ფილმის სამუშაო სახელი 28 წლის შემდეგ. ჩდება ბავშვი. კი. ეს დედამისი, თავი პერსონაჟის დედა, რომელიც არის გასული. არის ამ მომენტშიც გასული. მივხვდი შენ რასაც და უცებ გაიგონებს შობიარობის ხმებს. სარკეში დაინა, სარკე არის მაგისთვის ეს. არა, შობიარობის ხმებს გაიგონებს. და ბრახ ჩაერთვება დედობა, ანუ ქალობა. დედობრიუმა ინსტინქტმა შიზოფრენიაზე იმარჯვა იმან ქალურმა ინსტინქტმა. დიახ, და მიდის იქ ავტობუსში თუ მაშინ მატარებელში. გვირაბში, კერდობ ხოლმე. ნუ ხარ ამ შემთხვევაში ვაგონის დესტინაცია ეგ არის, დიახ, ვაგონში მიქრის და იქ დაინახავს ამ ემას და იცის რომ ეს არის რა ქვია ინფიცირებულია, მაგრამ იცის რომ არაფერს არ უძებს, რამე თუ ფუჩუს სოლიდარობა. დიახ, და დედობრიუმა ინსტინქტმა იმარჯვა შიზოფრენიაზე და ცოფზე. ეს ორი გოიმი კაცი, მისი შვილი და ეს ერიკა, ისძენ და გაჩერდი რა საკეთებ და ეს აი ესე რა ქვია კდება მოსილი. მიდის და მიბოძეს თქვენი ხუთივე სისხლიანი ხელი, ლედი. და ის ესე მეთაუდებს ხელს, დაწყნარდება და ბრახ, გაჩდება რა? ჯავრთელი ბავშვი. რას ქესის? ქალი. დიახ. End scene. So. კი ბატონო. ანუ ეს არის რა? აბსოლუტური ქალომატოგრაფია. კი ბატონო. ეს არის ყველანაირი ზღვარს ცდება არის. ხო, არა, ეს კაცებზე უარესი იყო, იმიტომ რომ კაცებში პირდაპირ გეუბნება, რომ მეც ბოლო ვაწვევი მაგას, რომ აი კაცები ყლებიან და აქ აი ეს არის. შუაში ჩაგტენა სიფათში რაღაცა საშინელება. მე მაგ ფილმს მარტო იხსნის რალფ ფაინზი, სხვა არაფერი, რალფ ფაინზი რო არ იყოს მანდ. და თუნდაც მაგ როლს რო თამაშობდეს ზაზა თუთუხია. არ ვიცი არაფერი. ან ენტონი ჰოპკინს. არა, ენტონი ჰოპკინს შეიძლება კიდე ხო. არა, ნუ მარტო რალფ ფაინზი აქერიებს მაგ. იდრის ელბა. ხო. არა, ხო, არა, რეალურად თვითონ იმდენად სასაცილოდ არის დაწერილი. ჯერ ეს ერთი მთელი ფილმი არის რაღაცა შემზადებული, რომ რაღაც მაგარი ექიმია და პირველად რო ხედავ ტიპი დგას გიგანტური კომიკურად დიდი ხლის გვერდი და გვიხსნის როგორ მუშაობს ტრანკვილიზატორი რა, ანუ ხო, აი მაგას გეუბნები ტონალური შიშტი, რომ ნახე, ჯერ ხო მოდიხარ ამ იმით, რომ ვაიმე, არა, ფუჩუს მეგობრობა, მე Miracle of Life ბენს. აი, სხვათა შორის ლოგიკურად ახე კონცეფციას თუ მივყევით, ჩდება, იმიტომ რომ რა ქვია, ფუჩუ ლიბერალიზაციაზე თუ არის ეს სცენა და თუ ეგ უნდა გაგვეხარდეს, მე გიგანტური ყლე არის ვილანი. არა, კი, ეს ოფში შოტში. მაგრამ
მე ვამბობ ესე თვითონ ნაბიჯ რა ჯერ არის ეს მე ესა საზოგადოებაში სულთა განწყობის პონჩი რა რომ თავიდან ხო რაღაცა მიდის დრამატულ ჯერ თავიდან არის რაღაც კომედია მე რეიჩდება მოგზანით თავიდან არის რაღაცა კომედია მე არის ზე დრამა მე არის რაღაცა ნუ ჩვენი ადეკვატური ხალხის გადმოსახედი და გულისამრავი რაღაცა მაგრამ ნუ იმათთვის რაღაც არა უკვე როგორ არის შეხედე არის საზოგადოებაში ცხოვრობთ დიახ ჰაჰაჰა ბუჰუჰუ დიახ მე არის ვაიმე ბავშვი რა ხდება დედამისისაც წავიდა რას გაყვა მე არის ვაიმე რა ხდება ბავშვი იბადება თუ ზომბი მე ვაიმე ბავშვი იბადება მე არის ვაიმე რაღაც მე არის ვაიმე დიდი ყლე გამოჩნდა და მე არის რალფ ფაინსი დიდი ყლის გვერდით და გეუბნება რომ ჰეროინი ზომბებს აწყნარებს კი და მაგის მე ეგ ფილმი მე გადავრდება კლდეში რომ არა რალფური ფინოსი და მე ბოლოში ვაფშე სირობა ხო არა ბიჭო რალფ ფაინსის მომენტშიც რეალურად ანუ ეხა კინოში რო ვზივართ ამ წამს ირგვლივ რო ხალხი მართლაც რომ ზის იმ სცენაზე როდესაც ბოლოში ეხა სპოილერებში ვარ თქვათ რომ დედამისი აღმოჩნდება რომ ნუ მის გადარჩენა შეუძლებელია და ბატონ რალფ ფინუს აქ იქ რაღაც Bone Temple როგორც ფილმში ქვია. ხო. რომელსაც სასაცილო სახელი არის ინგლისური თუ გესმით. იდეაში იქ რაღაცა თავის ქალებს აგროვებს და ნუ დედამისი რომ მოკვდება, დედამისის თავის ქალსაც მიცემს ამ თავის შვილს, რომ მიდი წარო მიუჩინეს ადგილიო და ამ ბავშვის რაღაცა მოგზაურობას შეაჯამებს, რომ იგი უკვე კაცი გახდება, ვინაიდან სიკვდილს გაუსწორებს თვალს. და დადებს ამ თავის ქალას და რეალურად თვითონ ეგ ეპიზოდი ჩანაფიქრში არის ძალიან ემოციური და რატო ვიძახი ამ ხალხი რატო ვახსენე ქვითინებდა აბსოლუტურად ყველა ირგვლივ აი გაცებულები იყვნენ ხო და არა და იდეაში ხო ქვითინებდნენ და ჩანაფიქრი არის საკაიფო ასე თუ ისე რა თუ ამას აი მემენტო მორი რო არ ეხსენებინა რალფ ფაინს ხო ანუ ეს თავის ქალა რომ მიუტანა ამ ბავშვს ცოტა სხვანაირი რეაქცია ქონოდა ანუ აი ძალიან ზღაპარია რა ისეთ სამყაროში რომელიც რეალურად არ არის ზღაპარი თავიდან აი მე უკვე აი მე მინდა ამისი თქმა და მე ვიტყვი ამას და ყველაზე მკიდია რომ სამყაროში ვიტყვი ამას აი ეგ მომენტი იყო და მაგან ჩააჯოა პირდაპირ რომ ვთქვათ მაგრამ ვინდი კი რაც შეიძლება. გადავიდით ბოლოს სცენაზე რა. ბოლოს სცენაზე. თან ეხლა მინდა მაგაზე ლაპარაკი. მე მგონი არ მინდა, იმიტომ რომ ეგ ის ბოლოს სცენა ისეთი ყალეობა, ისეთი მაგარია, გააჩნია როგორი ადამიანი ხარ, რომ არ ვილაპარაკოთ მაგაზე. ფაზარი არ არის. არ ვილაპარაკოთ ბოლოს სცენაზე. ვილაპარაკოთ მეორე ფილმზე, რომელიც დანარჩენი რო ჯობია. იმიტომ ჯობია რომ არის პირდაპირ შლოკი. და პირდაპირ შლოკი ჯობია. შენ ამბობ რომ პრეტენციოზული რადგან არ არის მაგიტო ჯობია? დიახ. ოკეი, ეგ მისაღები აზრია ჩემთვის, მაგრამ ეგ არის მოსაწყენი ჩემთვის, იმიტომ რომ პრეტენციოზულიც არ არის, მაგრამ შლოკის იქით არაფერი არ არის. ხვდები? არის პროსტა რაღაცა ნიტ ექშენ სცენები. როცა ეგ რო ვიღაცა ცოტა მე აი ადეკვატურ ფარგლებში პრეტენციოზულ რეჟისორს გადაეღო და იქ რაღაცა იდეა ჩაედო, რის ირგვლივაც გაერთიანდებოდა ეს ფილმი, იქნებოდა 10 ჯერ მაგარი ფილმი. მithne ზომბის ფილმში იდეა არის სასაცილო. არ არის ეგრე. მის კლასიკურ ზომბ ფილმებშიც კი სასაცილოა. აი მაგალითად რომეროს ფილმებში სასაცილოა და რომერო არის თვითონ სასაცილო. სადაც მაგალითად ისავე იყო Dawn of the Dead. სადაც ნახე მოლში არიან ზომბები, ეს ვასია იროლო. ზომბის ვაფშე ფილმები იყოფა ისედაც ორ ნაწილად. ერთი არის მართლა ხო რაღაცა კომიკური და მეორე არის ჩვენ ცხოვრობ საზოგადოებაში ფილმები რა. იდეაში, მაგრამ აი რა ვიცი მე მაგალითად ჩვენ ცხოვრობ საზოგადოებაში ფილმები ზომბებით ასე თუ ისე ჩემი guilty pleasure არის ეგ და ეგეთი რაღაცები მიყვარს მაინც და როდესაც ჩვენ ცხოვრობ საზოგადოებაში ზომბის ფილმის გაგრძელება არის რომ ჩვენ ცხოვრობთ კი არა ჩვენ პროსტა ვაიმე გადავრჩეთ და შევხვდები ანუ ეს როლე ზომბის და გაიქეცი არის და მეტი არაფერი არ არის მაგრამ არის ძალიან მაგარი პირველი სცენა მეორე სერიაში რომელიც არის ცალკე შორტ ფილმი მაინც მიხვდები რა ხდება სულ რო დაიგიდო დანარჩენი ფილმი და არის შედევრი პირველი აი 8 წუთი არის იმენა აი
ეგეთი მაგარი რო არ გადაღებულა. დიახ. ეგეთ ესე ლაპარაკობს ახლა იგი. მე გეტყვი რომ ზოგადად მონსტრ ფილმებს აქვს ეგორი განხრა. ერთი არის ან უნდა იყოს ჩვენ ცხოვრობ საზოგადოებაში, ან უნდა იყოს შლოგი. ანუ ნისლი, ან მისტი, თუ როგორ არის ქართულად? მისტი, ან ზომბილენდი. ზომბილენდი, დიახ. ხო. So, აი არის ეგ. მაგრამ შეიძლება აქ მეორე მხარეზეც და აქეთ მხარეზეც იყოს ისა რა ქვია, კლეობებიც და კარგებებიც. კი. კი ბატონო. აი ამ ნოტაზე არის თუ არა თომა 28 წლის / ყლის შემდეგ აბსოლუტური კინემატოგრაფია. კი, არის.